2025 I will come to take my church. სამხრეთ აფრიკელი პასტორის წინასწარმეტყველების ასრულებას მთელი მსოფლიო დღეს ელოდება. ჯოშუა მხლაკელას ქრისტე 3 თვის წინ გამოეცხადა და აუწყა თავისი მეორედ მოსვლის თარიღი. აგერ გუშინ და გუშინწი. მეორედ მოსვლას ხომ აქვს თავისი ნიშნები. დავიწყე ქექვა და აღმოვაჩინე წინასწარმეტყველებები როგორ უნდა ამოვიცნოთ რომ ახლოსაა. იქნება შიში და მიწისძვრა, სიყმილი, ანუ შიმშილი და გვალვა, ზღვა ახმაურდება და მხეცები გაავდებიან. მიწისძვრა არის. შიმშილი არის. ყველასთვის კოცის გარდა. სხვა გაგიჟდა და გადაირია, მე როგორ. ეს ყველაფერი ხომ არის. კიდევ ჩიპიანი პასპორტები და პირადობის მოწმობები ხომ დაგვირიგეს. კიდევ აგვცრეს. კიდევ მდუმარე ბერმამ, მეფე ღმერთმა ნიკოლოზმა ხმა ამოიღო. კიდევ მიხეილ ყაველაშვილი გამოვიდა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. სიტყვით. ამერიკის დროით 24 სექტემბერს. აი, ის კაცი, რომელიც ხელს აწევს როგორც მიხეილ ყ. ხო და მეტი რა ნიშანი კიდევ. სოფლიოს მთავარ ტრიბუნაზე რომ მიხეილ ყ გამოდის, სოფლიო ტელევიზორებს, კომპიუტერებს, ტელეფონებს მისჩერებიან ნეტავ რა სიტყვისო. მეორედ მოსვლა აბა რა არის. ხო და ზრწოდეთ. მოხდა ჩვენი შეხვედრა, მცირე შეხვედრა, რა თქმა უნდა, მასთან მისალმება ჰქონდა თბილი და შემდეგ, რასაც საზოგადოება ყოველთვის ელოდება, მე მას განუცხადე, რომ დრო არის, რომ დაიწყოს ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან, მან გამემეორა დიახ მიხედავს ამ საკითხს. ახლა ფიქრობთ, რომ მიხეილ ყს ყობების გარჩევას დავიწყებ? მეტი საქმე არ მაქვს. ას დაუწერა ზაზა შათირიშვილმა თუ ბორიასთვის ვინმე სანდომ სხვამ ის წაიკითხა ქართულ ენას. განა იმიტომ რომ სხვა ენები არ იცის. არ იცის, მაგრამ რომ ციცოდეს მაინც ქართულად წაიკითხავდა. ბატონ ბორის რომ დედანში მოესმინა, რამე ხომ არ შეეშალა და საკმარისად მკაფიოდ ჩამოაყალიბა თუ არა აზრი, რატომ არ უნდა შევიდეს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში და რატომ უნდა აერჩიოს გზა, რომელიც მამაპაპამ, ანუ სერგო ორჯონიკიძემ და ფილიპე მახარაძემ აურჩიეს. ბორისმა ეს ყველაფერი დედანში მოისმინა და ძალიან კმაყოფილი დარჩა. მოკლედ, ყოველნი უკვე განიკითხნენ ქართულისა ენითაი. საქართველოს განვითარების პოზიტიური დინამიკა ასახულია და დასტურდება მსოფლიოს ავტორიტეტული ორგანიზაციების საერთაშორისო რეიტინგებით და პარამეტრებით. ახლა კი დაუბრუნდეთ პირველ წინადადებას. მიხეილ ყ გაეროში სიტყვით გამოვიდა. სულ ორი მოვლენა ახსოვს კაცობრიობის ისტორიას ასეთი მოულოდნელი და დაუჯერებელი. ერთი აგერ ჩვენს თვალწინ შედგა, როდესაც სპარტაკ ალანიის უხეირო ნაპადაევში ვლადიკაუკასის სტადიონის რაზდევალკიდან პირაპირ გაეროში ამოყო თავი. მეორე კი უფრო შორს მოხდა, თვარეზე, როდესაც მასზე ფეხი ნილ არმსტრონგმა დადგა და კაცობრიობას გადმოსცა good luck Mr. Gorskio. მაგრამ როგორც უკვე დაძაბუნებულ Mr. Gorskis ვეყარაფერი უშველა მეზობლის გაზრდილი ბიჭი შეგულიანება, მეგერ შორეული თანამგზავრიდან, ისე ბორინკას ვერ უშველის თავისი ხელის ბიჭის ბჟუტური მსოფლიოს ყველაზე მასობრივი და დიდი ტრიბუნიდან.